ჩვენ აწყოში შეიძლება ითქვას ცოტა გვიჭირს გავაანალიზოთ და გავაცნობიეროთ თუ რამდენად მნიშვნელოვან ბრძოლას ვიგებთ, რამდენად მნიშვნელოვან ბრძოლას იგებს ქართული ხალხი და ქართული სახელმწიფო. შეიძლება ითქვას, რომ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთს გადის ჩვენი ქვეყანა, რომელმაც გაუძლო უდიდეს რყევებსა და შემოტევებს. მთელი ეს პროცესი იყო, შეიძლება დავარქვათ მთელს ამ პროცესს დიდი ტყუილი და პოლიტიკური ფარისევლობა, პროცესი, რომელიც შეფუთული იყო ევროინტეგრაციის თემით, სინამდვილეში კი ეს იყო საქართველოს ომში ჩართვის დაჟინებული ინტერესი და საბედნიეროდ ქართველი ხალხი არ მოტყუდა მიუხედავად იმისა, რომ ყველა აკრძალული მეთოდით ხდებოდა იძულება ჩვენ დამდგარიყავით იმ გზაზე, რომელიც მიიყვანდა ჩვენ ქვეყანას ფიზიკურ განადგურებამდე, სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე და რეალურად ქართველი ხალხის უმრავლესობამ იცნო ეს გზა, რადგან ჩვენ ამ გზით უკვე გავლილი გვქონდა 2008 წელი აგვისტოს ომი მაქვს ხედველობაში. ჩვენ უკვე 3 წელიწადია თითქმის თებერვალში გახდება 3 წელიწადი, რაც ვუყურებთ უკრაინას, რომელიც სწორედ აი ამ გზით ატარეს და შემდეგ ხრამში გადაჩეხეს, ხედავთ რა მდგომარეობაშია უკრაინა და აი ამ გამოცდილების გაანალიზებით, ამ გამოცდილების გაცნობიერებით ქართველი ხალხის უმრავლესობა არ მოტყუდა და ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, ჩვენ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და ჩვენ გადავრჩით ფიზიკურად, ჩვენ გადავრჩით იმ უდიდეს ტრაგედიას, რასაც ქვია ომი საქართველოში. ზოგადად ეს რომ პოლიტიკური ფარისევლობა არის აი ამ ყველაფრის საფუძველი, საყრდენი არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუე. გუშინდელი დღეც ამის ნათელი მაგალითი არის, როდესაც 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 3-მა მოითხოვა საბიუჯეტო დაფინანსება, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც არის პირდაპირ მიბმული არჩევნების შედეგებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიებმა, რომლებიც არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენ ქვეყანას არყევენ და ეხვეწებიან პირდაპირ გარე აქტორებს, დარბიან სხვადასხვა დერეფნებში, აკეთებენ ზარებს. თქვენ გახსოვთ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას თხოვა არ ეღიარებინა საქართველოში ჩატარებული არჩევნები. აი ამ ფონზე 3 პარტია, 3 მსხვილი ოპოზიციური, დესტრუქციული ოპოზიციური პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს, ითხოვს რა საბიუჯეტო დაფინანსებას, რომლის გამოანგარიშებაც ხდება პირდაპირ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 3 პოლიტიკურმა ფარისეველმა პარტიამ ერთი ხმაც კი არ დააყენა რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ, ეჭქვეშ, არათუ 300,000 და რაღაც ასეთი აბსურდული ციფრები, რიცხვები, არამედ ერთი ხმაც კი არ დაუყენებიათ მათ კითხვის ნიშნის ქვეშ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ზუსტად იმ რაოდენობის, იმ ოდენობის თანხას მოაწერეს ხელი, რამოდენიმე ასეულ ათას და ზოგ შემთხვევაში რამოდენიმე მილიონ ლარს, რომლის გამოანგარიშებაც ხდება სწორედ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით, ასე რომ ეს და არა მხოლოდ ეს კონკრეტული ფაქტი არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ მასშტაბურ პოლიტიკურ ფარისევლობასთან, რომელიც არ არის მხოლოდ ქართული კონტექსტი, არამედ არის გლობალური კონტექსტი. მთელს დასავლურ სამყაროში ეს პრობლემა არის, ასე იმართება, ასე იწარმოება პოლიტიკა და თუნდაც ის გარემოება, ის წარმოუდგენელი, არ ვიცი, ცინიზმი, რაც ვიხილებთ ჩვენ იგივე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც რუსეთში, რუსეთთან ბიზნეს საქმიანობით დიდ ფულს შოულობენ ყოველწლიურად ეს ბიზნესები, ეს ადამიანები ხელისუფლებას დებენ ბრალს რაღაც პრორუსულობაში თუ რუსეთუმეობაში თუ
რაღაც მსგავს აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, ისინი მონაწილეობენ რევოლუციურ სცენარებში, რომელიც თითქოს ეყრდნობა იმას, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა, როდესაც ხელისუფლებას მთელი ამ წლების განმავლობაში, აი ამ უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, ცილისწამების ფონზე ვერ მოძებნეს, წარმოიდგინეთ, ამერიკული სპეცსამსახურები, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, ვინ არის აი ამ ყველაფრით დაინტერესებული და ვერ მოძებნეს ერთი კონკრეტული ფაქტიც კი, რომელიც დაადასტურებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების კავშირებს რუსეთთან, მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ ციფრებში, კონკრეტულ დოკუმენტებში თუ როგორ ფინანსდებიან კონკრეტული ჭყალებში, რა თქმა უნდა, პროდასავლელი პოლიტიკოსები, ლიაკა ხოშტარია იქნება თუ სხვები, რუსული რუბლებით. ჩვენ ხედავთ კონკრეტულ ფაქტებს, დოკუმენტებს საშემოსავლო სამსახურიდან და საბაჟო სამსახურიდან, როდესაც ბიზნესები, რომლებიც ამ ქვეყანაში რევოლუციას და რაღაც ხელახალ არჩევნებს ითხოვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ეს ადამიანები, ეს ბიზნესები ყოველწლიურად მილიონებს შეუვლობენ რუსეთთან მჭიდრო კავშირის, კარგი სავაჭრო ურთიერთობების და ბიზნესის კეთების საშუალებით, რა თქმა უნდა, ესეც არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ფარისევლობასთან და შეიძლება ჩვენ ერთი ეს ფორმატი კი არა, ერთი დღე არ გვეყოს იმ ფაქტების, კონკრეტული მაგალითების ჩამოსათვლელად, რაც არის ილუსტრაცია პოლიტიკური ფარისევლობისა, დიდი პოლიტიკური სიცრუისა, რაც ჩვენ ქვეყანას თავს დაატყდა და რომელიც, როგორც გითხარით, არ არის მხოლოდ ქართული და საქართველოს პრობლემა, არამედ ამას აქვს გლობალური კონტექსტი, ყველგან ასეთი ვითარებაა. აი მაგალითად ავიღოთ ალბათ ქართულმა ბიზნესმა კაია კალასისგან გადაიღო ეს მოდელი, რომ შენ შეგიძლია შეედავო სხვას ის, რასაც შენ თვითონ აკეთებ, დააბრალო სხვას ის, რასაც შენ თვითონ აკეთებ. ერთის მხრივ ხედავთ, რომ ევროკავშირი რაღაცა რიტორიკის დონეზე თითქოს რუსეთს ებრძვის და აფინანსებს ევროპელი ხალხის ფულით უკრაინას, რომ ის მანე დაამარცხოს რუსეთი და ხედავთ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან, დღემდე ხდება შესყიდვა ბუნებრივი რესურსების გაცილებით უფრო ძვირ ფასად, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე იყო და ისინი ესე ვთქვათ, ამ საჭიროებებზე, ამ გარიგებებზე არ ამბობენ უარს, დღემდე იცით, რომ უკრაინის გავლით ბუნებრივი რესურსები მიეწოდება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და ყველაზე ამაზრზენი ფაქტი, რომ კაია კალასი, რომელიც არის დღეს ევროკომისარი საგარეო საკითხებში, მისი მეუღლე დადასტურებულად არის ჩართული რუსეთთან ბიზნეს საქმიანობაში და მისი კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 200 მილიონ ევროს აღემატება რუსეთთან ვაჭრობის და ბიზნეს საქმიანობის შედეგად. აი, რამდენი შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ იმისათვის, რომ აღწეროთ, დავადასტუროთ, ხაზი გაუსვათ იმ პოლიტიკურ ფარისევლობას, რაც ტრიალებს ჩვენ ქვეყანაში, რაც არის ზოგადად ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების რაც უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ხელწერა, ამასაც რო შევეხოთ 2-20 სიტყვით, დღეს გზაში მოვდიოდი და ორჯერ გადავამოწმე, კიდევ შევედი X-ზე, რომ ენახა ჯო ვილსონის ესე ვთქვათ გვერდი, ნახეთ თქვენ გუშინ 2-3 საათის განმავლობაში კონგრესმენმა, 77 წლის კონგრესმენმა, რომელსაც სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ჯანმრთელობის ძლიერი პრობლემები, ინსულტი გადაიტანა მან, როგორც ვიცით და ის სახლში მკურნალობს ჰოსპიტალის შემდეგ. ამ ადამიანმა გუშინ გამოაცხო 3 ტვიტი, მისი ლექსიკით ეხა ეს ნამდვილად არ იყვარს პოლიტიკური, არც დიპლომატიური, რაღაც გავდა ელისაშვილის სამეთყველო ლექსიკონს. ალბათ, რა ვიცი, ახალ წლამდე სანამ ხაზები გადაიტვირთება იქამდე, მან მოასწრო იმ ესე ვთქვათ გადახდილი თანხის საზღაურის შესაბამისი, ესე ვთქვათ, რაც იყო შეკვეთილი, 3-ვე ტვიტი ერთიანად გამოაცხო. რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ზოგადად ამერიკულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. Deep State, რომელსაც ჩვენ ხშირად ვახსენებთ ეხებით და არა მარტო ჩვენ, არამედ ამაზე ლაპარაკობს ახლად არჩეული
პრეზიდენტი და მისი კაბინეტის, მისი გუნდის თითქმის ყველა წევრი შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მის გუნდთან ერთად ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა სწორედ Deep State-ის დემონტაჟი, დანგრევა, რომელმაც ამერიკას და არა მარტო ამერიკას, თემ სოფლიოს არაერთი უბედურება და ტრაგედია მოუტანა. ეს არის ომები, სისხლიანი რევოლუციები, გადატრიალებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის Deep State-ის, ესე ვთქვათ, ბიოგრაფიიდან, Deep State-ის მოქმედებებიდან და სწორედ ტრამპმა და მისმა გუნდმა დაისახა აი ამ Deep State-ის დემონტაჟი. როდესაც ჩვენ Deep State-ზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული ჯგუფი, ან ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, ეს მოიცავდა, რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებსაც, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებსაც, მედია კორპორაციებს, ბიზნეს კორპორაციებს და ძალიან დიდ ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი მიზნების მიღწევაში. ისინი არიან დაინტერესებული, რომ საკუთარი იდეოლოგია გავრცელდეს მთელ მსოფლიოში, რასაც ისინი, ესე ვთქვათ, დემოკრატიის ექსპორტს ეძახიან. მათი გაგებით ეს დემოკრატიის ექსპორტი არის ცხადია ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური ფარისევლობა, მორჩილება სრული, მათი ჰეგემონიის გამტკიცება და გამყარება, მათი ფინანსური ინტერესების, ფინანსური სარგებლის ზრდა, სხვა ქვეყნების ხარჯზე, სხვა ქვეყნების ბუნებრივი რესურსების ხარჯზე და აი ამ ჯგუფის, აი ამ ძალიან ძლავრი ორგანიზმის, ორგანიზაციის დაჯგუფების, რაც შეგვიძლია უწოდოთ Deep State-ის დემონტაჟი, სრული დემონტაჟი დაისახა მიზნად დონალდ ტრამპმა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის აშენებას, ამ ყველაფრის გამტკიცებას 10 წლეულებია ეს ძალები ცდილობენ შესაბამისად. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ დღეში ერთი გადაწყვეტილებით ან ერთი რაღაცა ბრძანებით ამ ყველაფრის ჩამოშლა შეუძლებელი იქნება, მაგრამ იმედის მომცემია, რომ ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ არის Deep State-ის დემონტაჟი. ცხადია, ეს აისახება ევროკავშირზეც, ეს აისახება საქართველოსაც, ეს აისახება ამ ურთიერთობების, რომელიც არის შესული ფაქტობრივად ჩიხში მათი მხრიდან და არა საქართველოს მხრიდან, ამ ურთიერთობების გაჯანსაღების რეალურ იმედს იძლევა და არის მოლოდინი, რომ უკვე დასავლურ მედიაში, მეინსტრიმ მედიაშიც კი, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ სულ მუდმივად იყო საუბარი ამ რაღაც უკრაინის გამარჯვებაზე და ასე შემდეგ, დღეს უკვე ისინი ლაპარაკობენ ომის დასრულების მოახლოებაზე. იცით, რომ იწერება დასავლურ მედიაში ღიად, რომ მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები, მომზადება ნიადაგისა იმისათვის, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ ძალიან მალე შედგეს საუბარი, დიალოგი, მოლაპარაკებები უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი და ყველაზე წამყვანი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველოს რეალურად თქვას, რომ დასრულდა ეს სამწლიანი, არა მარტო სამწლიანი, მაგრამ ეს ბოლო 3 წელიწადი ომის დაწყების შემდეგ იყო განსაკუთრებით ინტენსიური ფაზა ჩვენი ქვეყნის დამორჩილების, ჩვენი ქვეყნის გატეხვის, მისი სუვერენიტეტის მიტაცების მცდელობისა. შევძლებთ მას შემდეგ, რაც უკრაინის ომის დასრულება ოფიციალურად გაფორმდება, ჩვენც ვიტყვით, რომ ეს ფაზა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ჩვენ ამ ბრძოლაში კიდევ უფრო გავძლიერდით, სახელმწიფო ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდა, ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენ ძალიან მყარად დავდექით იმ ლიანდაგზე, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და საბოლოო ჯამში მთავარი მიზნის, ჩვენი ეროვნული მიზნის მიღწევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის მიზნები და არა რომელიმე კავშირში გაწევრიანება ან არ გაწევრიანება. ხშირად ვამბობ და გამეორდები, რომ ევროკავშირი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე გაერთიანება, ჩვენ უნდა დავინახოთ მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი და არა ეროვნული მიზანი.
და ჩვენ საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან იმისათვის, რომ მომავალშიც აღარ დადგეს ჩვენი ქვეყანა ასეთი საფრთხეების წინაშე. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაც ამას ემსახურებოდა და ამას ექნება ძალიან კარგი პოზიტიური ეფექტი იმისათვის, რომ ჩვენ გამუდმებით ყოველ 3 თვეში ერთხელ თუ 6 თვეში ერთხელ არ დავდგეთ ასეთი საფრთხეების წინაშე, რევოლუციური პროცესების წინაშე და ჩვენი ქვეყანა არ ესე არ ვაყანყალოთ მუდმივად და არ შევუქმნათ საფრთხე. ხედავთ, რომ ბოლო 3 წელიწადია საქართველო აფიქსირებს ძალიან სწრაფ ეკონომიკური ზრდის ტემპს და ეს პოლიტიკური ტურბულენცია ქუჩებში მასობრივი არეულობები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სახელმწიფო შენობებზე, მიტანილი შტურმი, ცეცხლი და მასობრივი არეულობები თბილისში, რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ზიანის მომტანი საქართველოს ეკონომიკისთვის და აი ბიზნესებს, აი ბიზნესმენებს, იმ უპასუხისმგებლო, იმ პოლიტიკურ ფარისევლებს უნდა დაეკისროთ კომპენსაცია იმისათვის, იმ ზიანისათვის, რაც მათი გამიზნული მოქმედებებით მოუტანეს ჩვენ ქვეყანას და სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ფინანსური სექტორი თუ ზოგადად ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა. უნდა იცოდეს ყველამ, რომ აი ამ ყველაფრისთვის ისინი ქართველი ხალხის წინაშე და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. დიდი მადლობა, თუ იქნება კითხვები, თუ არ გიპასუხოთ. ბატონო 29 დეკემბერს ველოდებით საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაგურაციას მშვიდობიან ფორმაში, მშვიდობიან ვითარებაში. ეს რეალურად იქნება წერტილის დასმა აი მასობრივ ევროისტორიაზე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ უკანასკნელი თვეების და მთლიანად შეიძლება ითქვას ამ 3 წლის განმავლობაში. ეხლა წარმოიდგინეთ ვადა 4 წლიანი, რომელიც ეძლევა ხელისუფლებას არჩევნების შედეგად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაატარა მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში. დაიწყო ეს 2020 წლის არჩევნების არაღიარებით და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისით და გაგრძელდა ევროინტეგრაციის, ჯერ იყო სტატუსის თემა, შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნის თემა, სანქციები მუდმივი, აი ყოველ სეზონურად შემოდგომა გაზაფხულზე ეს იყო მუდმივი რევოლუციური რეჟიმი, რომელშიც აცხოვრეს ჩვენი ქვეყანა და აი გულწრფელად ვამბობ, ჩვენ მომავალში რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გავაანალიზებთ, გავაცნობიერებთ თუ რა მნიშვნელობის და რა მასშტაბის ბრძოლა მოვიგეთ ჩვენ ამ 4 წელიწადში. ეს იქნება საწყისი იმ ძალიან სერიოზული გრძელვადიანი გზის, რომელსაც ქვია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და საერთოდ აი ამ ახალ გლობალურ მსოფლიო წესრიგში, რომელიც მსოფლიო რეალობაში, პოლიტიკურ რეალობა მოხდელობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ იწერება და იქმნება, აი ამ ახალ რეალობაში საქართველო მოიპოვებს საკუთარ ღირსეულ ადგილს. ცხადია, ჩვენ იმაზე მეტის დაგეგმა თუ მოთხოვნა თუ მცდელობა არ უნდა გქონდეს, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას მისი მასშტაბიდან, მოცემულობიდან გამომდინარე ეგების, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ღირსეული ადგილი მსოფლიო წესრიგში. ჩვენ დაგველაპარაკებიან პატივისცემით, მერწმუნეთ და ჩვენ ეს პატივისცემა დავიმსახურეთ იმ ქმედებებით, იმ ღირსების დემონსტრირებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ, ხალხმა ერთობლივად აჩვენა აი ამ ბრძოლის განმავლობაში. პერსპექტივა არ გააჩნია რეალურად ამ პროცესს. ეს არის აი გუშინდელი ეს ჯო ვილსონის ისტერიული პოსტებიც ემსახურებოდა სწორედ აი ამ ჩამქრალი საპროტესტო მუხტის გაღვივებას. ეთყობა მას უთხრეს, რომ ამ პარტიებმა მიიღეს მილიონობით დაფინანსება და მას სურს, რომ ამ
მილიონობით ფულიდან მას რაღაც გარკვეული წილი შეხვდეს, ესე ვთქვათ. ეს ხუმრობა შეიძლება მოგვიჩვენოს, მაგრამ ეს რეალობაა, იმიტომ რომ დღეს ფული, ქთამი, ინტერესები არის სწორედ წამყვანი ამერიკულ თუ ევროკავშირის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და ვხედავთ და ვიგებთ ფაქტებს, კონკრეტულ ფაქტებს, როდესაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის სახლიდან ამოაქვთ ქთამის სახით მიღებული 600,000 евро ნაღდი ფულის სახით. ხედავთ რომ ამერიკაში ლობიზმის საფარქვეშ ეს იქ ლეგალური საქმიანობა, ხედავთ რომ კონგრესმენები, სენატორები, think tank-ები, ყოფილი პოლიტიკოსები, დიპლომატები ფულს იღებენ იმაში, რომ გააკეთონ კონკრეტული განცხადებები, გამოხატონ კონკრეტული პოზიციები, ისე რომ მათ რეალურად შინაარსი, კონტექსტი, ვითარება საერთოდაც არ ესმოდეს, რა ხდება საქართველოში, არც იცოდეს ეს ქვეყანა როგორ იმართება, რა ხელისუფლება, ხალხი რას ფიქრობს. ეს არ არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მათ ეს განცხადებები აკეთონ. აი ჯო ვილსონიც ამის ნათელი დადასტურება, რომელმაც ერთ საღამოს 3 პოსტი მიუძღვნა ჩვენ ქვეყანას. ეს აჩვენებს, რომ ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი არის ძალიან სერიოზული დეგრადაციის პირობებში და ეს დეგრადაცია ცხადია აისახება იმ ორგანიზაციებზე, იმ ქვეყნებზე, რომელსაც აკონტროლებენ სწორედ ეს ძალები მაქვს ხედველობაში ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ იმართებიან აი ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ.